ბრძოლა ბოლომდე, ბრძოლა ყველა შესაძლებლობით და ბრძოლა მხოლოდ გამარჯვებამდე. ლელოდა გახარიას პარტიამ თბილისის მერობის კანდიდატურაზე ირაკლი კუპრაძე წარადგინეს. დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე გიორგი შარაშიძე, ხოლო ვიცემერის პოზიციაზე ტატა ხვედელიანი. ღონისძიება თბილისში რიყის მიმდებარედ გაიმართა, რომელსაც გახარიას და ლელოს აქტივი ესწრებოდა. წარმოადგენის მსვლელობისას დამსწრე საზოგადოებას პატიმრობაში მყოფი მამუკა ხაზარაძის აუდიო მიმართვაც მოასმენინეს. ხაზარაძე მის თანაგუნდელებს ბრძოლის გაგრძელებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. დაიწყეთ კამპანია, დაიბრუნეთ თბილისი და ჩვენი სხვა მუნიციპალიტეტები და ერთად დავებრუნოთ საქართველოს. ჩემთვის პატივია ვიბრძოლო ირაკლი კუპრაძის, ან წესიერი სინდის ნამუსიანი მებრძოლი კაცის ხარდამხარ და გვერდი-გვერდი. ჩემთვის პატივია რომ იყო ამ ერთობლივი პარტია გახარია საქართველოსთვის და კოალიცია ლელო ძლიერი საქართველოს აი ამ ერთობლივი ბრძოლის მონაწილე ვიყო და ჩემთვის ვიღაცა მითხრა აი რაღაც ცოტა ხوار იმასქნა შენს ეგოს რომ მოადგ არა ჩემთვის ძალიან დიდი პატივია მადლობა ამ გადაწყვეტილებისთვის ყველას ვინც მონაწილეობდა და მადლობა ირაკლის ჩვენ გვჭირდება ხალხის დაბრუნება ბრძოლა და დაბრუნება თბილისის და დაბრუნება ჩვენი ქვეყნის ქალაქების ჩვენ ვემზადებით იმ ბრძოლისთვის სადაც კი არ მოვერიდები ამ სიტყვას. უნდა გამოუგლიჯოთ თბილისი. უნდა გამოუგლიჯოთ თბილისი უსამართლობას და უკანონობას. ჩვენ უნდა გამოუგლიჯოთ თბილისი რუსულ ურდოს. ჩვენ უნდა შევძლოთ რომ ეს ქალაქი იყოს ნარკოტიკების გარეშე. ჩვენ უნდა შევძლოთ რომ ეს ქალაქი იყოს სიერი ბავშვების გარეშე. ჩვენ უნდა შევძლოთ რომ ეს ქალაქი იყოს სავსე ღირსეული შრომით, ღირსეული ანაზღაურებით. ღირსებით სავსე პენსიონერებით, რომელსაც აქვთ ამის შესაძლებლობა. ამ ბრძოლაში ჩვენ თავაზობთ სწორედ ამ გუნდს. დღეს პოლიტიკურ ასპარეზზე გამოდიან პარტია გახარია საქართველოსთვის და კოალიცია ლელო ძლიერი საქართველოს ახალი ტიპის თანამედროვე პოლიტიკოსები. ადამიანები, ვინც შეცვლიან ამ ქვეყანას უკეთესობისკენ. ამ ბრძოლას დღეს როგორც არასდროს სჭირდება ახალი ენერგია და ახალი სინერგია. და სწორედ ამ ენერგიის და სინერგიის შედეგად ჩვენ შევძლებთ დაუპირისპირდეთ თუნდაც ისეთ ბრუტალურ და მოძალადე რეჟიმს, როგორიც არის დღევანდელი ოცნება. თბილისი კორუფციის გარეშე, თბილისი უსამართლობის გარეშე, თბილისი ძალადობის გარეშე. ჩავჭიდოთ ხელი და გაჩვენებთ რომ აი ხელი ვერ ჩავჭიდეთ. ხელი ჩავჭიდოთ და გაჩვენებთ რომ ჩვენ ეს შეგვიძლია გაუმარჯოთ ძლიერ ევროპულ და თავისუფალ ძალადობისგან თავისუფალ თბილისს. მადლობა თქვენ!